ჩვენ ვართ მხოლოდ ხარდამჭერები ამ შემთხვევაში. ჩვენ არ ვართ. 9 საათი უკეთესი. და 3 ადამიანია ლაპარაკობ. არ შეგწიდოთ, ნუ გეშინიათ. საერთოდ გასათბობი გვაქვს? დიახ. აი გატყვი რა. ჩამოყალიბებულია საგანგებო შტაბი, რომელიც მუშაობს შესაბამის რეჟიმში, არიან წარმომადგენლები ამ შტაბში შეყვანის სხვადასხვა უწყებებიდან. ჩვენ სამხედროები ვართ როგორც ხარდამჭერი ელემენტი აი ამ ღონისძიებაში. შესაბამისად ჩვენ ხარეს რაც შეგვიძლია ჩვენ რომ დავუდგეთ ქართულ მოსახლეობას გვერდში, არის ის რომ წარმოვიტანეთ კარვები, გავშალეთ კარვები. უზრუნველყავით გათბობა, ასევე ჩვენ მზადავართ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოთ ცხელი კვებით, ამისთვის გვაქვს მოტანილი საველე სამზარეულოები და ასევე არის გათბები მზარეულებს, რომელიც ადგილზე დაამზადებენ საკვებს. ჩვენ უფრო გავააქტიურეთ ტემპით და დღეს, რადგან ამინდიც ასევე უარესდება დამატებით თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით დავამატეთ 2 კარავი. შესაძლებელი იქნება აქ უკვე ახლა მთლიანად 100 ადამიანის განთავსება და იგივე ადამიანების რაოდენობის მომატებასთან ერთად საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის დონეც გაიზრდება. ცხელი საკვები იქნება დილას და საღამოს უზრუნველყოფილი. ყველანაირი პირობა არის იმისათვის, რომ ადამიანები ნორმალურად განთავსდნენ. ეს არის სითბო, ეს არის ტანსაცმელი, ეს არის თვითონ ჩვეულებრივი ფორმის საწოლები. ადამიანების გადმოყვანა ხდება როგორც შემოსული ზარების საფუძველზე, ასევე საპატრულო პოლიციის მხრიდან ხდება ამ ადამიანების მოყვანა, რომელსაც ნახულობენ ისინი გარეთ ქუჩაში.